ამბობენ, რომ მათი წარმატების ფორმულა მუსიკის და ერთმანეთის სიყვარულია. ის, რაც მსმენელს კარგად გავარჯიშებული მუსიკალური ნომერი ჰგონია, ხშირ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაა. მათი ექსპერიმენტები ძირითადად მოსწონთ, თუმცა მათ ერთ-ერთ ბოლო გამოსვლას ვდილოთ რომ თქვათ, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებისგან. მუსიკოსები თამუნა ბაბილუა, იგივე ბაბი და ლევან აფშილავა. დღეს ჩვენი სტუმრები ნიუტონის წევრები არის. პირველ რიგში არა იმიტომ, რომ ჩემი სტუმრები ხართ. გეტყვით, რომ მე საზოგადოების იმ ნაწილს განვეკუთვნები, რომელსაც ძალიან მოეწონა თქვენი შესრულება. ბაბი, როგორ ფიქრობ, რატომ არ მოეწონა საზოგადოების დიდ ნაწილს? რა ობიექტური მიზეზები არსებობდა ამის? ალბათ განიხილეთ ეს უკვე შემდეგ ჯგუფში და რაღაცა ხარვეზებზეც დაფიქრდით თუ არსებობდა. რა იყო აი მის მიზეზი, რომ ესეთი რეაქცია მოყვა, არ დაგაკლეს, არ დაიშურეს კრიტიკა? ხარვეზები, რა თქმა უნდა, იყო და ანუ მაინდა-მაინც ჩვენ არ ყოფილვართ გამონაკლისი, რა თქმა უნდა. უბრალოდ რატომღაც საზოგადოებას სიახლეს, ანუ თუნდაც ანუ ჩვენს ჟანრს, რაშიც მოღვაწეობს ნიუტონი, ინდი პოპი და ელექტროფიუჟენი, რატომღაც ანუ ესე ვერ იღებენ. ღია სივრცე ტექნიკურად ზოგჯერ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მით უმეტეს როცა ეგეთი მასშტაბური კონცერტია, სადაც ორკესტრი, რამდენიმე ბენდი ერთად უწევს ამ სცენაზე გამოსვლა, მაშინ არის ბევრ სირთულესთან დაკავშირებული, მაგრამ ეგ ყველა მუსიკოსმა კარგად იცის, რომ რაღაცები მოსულა და შესაძლებელია, რომ რაღაც ესეთი ლაფსუსები მოხდეს. ძალიან ცუდია, როცა ვერ ისმენ საფუძვლიან ისეთ აი შეფასებას და კრიტიკას და ისმენ ლანძღვას პირდაპირ. იყო იქ ლაპარაკი, რომ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელსაც ეს ძველი არ მოусმენია. არც პატივს ცემს და ეს არის დამახინჯება არ ვიცი. იმიტომ რომ მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ბევრი დაბიო ხარისხის მარაზმი, რომელსაც მუსიკას ვერ უწოდებდი, ხდებოდა საქართველოში პროდუქტი ეგეთი იქნებოდა. ხდება კიდეც და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ბევრი იქნება. მაგრამ არასოდეს ეგრე არ რაღაც დამცინავი ცინიზმით და რაღაც პირადი შეურაცხყოფით. ხო, რაღაც ის დამოკიდებულებით არასოდეს არ გამოგვიჩენია მაგის ინიციატივა, რომ ვინმესთვის დაგვეცინა და ჩვენს მიმართ ცოტა ისეთი რაღაც აი ცოტა დამცინავით, ცოტა რაღაც მასხრათ აგდების დამოკიდებულებით შექმნილი რაღაცა. ემოციურად როგორი მოსასმენი იყო ეს ახლა თქვენ. ძალიან ცუდი, მაგრამ მიჩვეულები ვართ მაგას საერთოდ ვინც, იმიტომ რომ ეხა არ ჩამოვთვლი, მაგრამ ძალიან ბევრი მუსიკოსი თუ ანსამბლი თუ რაღაც ბევრი ისეთი ნოვატორული წამოწყება, რაც კი საქართველოში გაკეთებულა, ყველა ჩაქოლილა, ესე რომ ვთქვათ, უხეშად. მაგრამ მერე მოსულა დრო, იყო რაღაც პროექტი, ჩვენ მაშინ ჯეოსტარში უკრავდით, როგორც ბენდი, რაღაც პროექტი გაკეთდა, რასაც მოყვა ეგ ლაპარაკი და ის ადამიანები, ვინც ამას ძალიან ისეთი უშვერი დამოკიდებულებით რო ილანძღებოდნენ, ჩემი მეგობარი 1-2 ჯერ შეესწრო ფაქტს, რომ მანქანაში ჰქონდათ ის პროდუქტი ჩართული, რომელზეც იყო ამხელა ამბავი. აქ არ არის იმის მომენტი, რომ ჩვენ რაღაც ვიძინა კვერნაძის ეს სიმღერა არ მოგწონდა და იმითო გადავაკეთეთ. ეგრე იყო ფორმატი კონცერტის, რომ უნდა გაკეთებულიყო. 50-იანი 60-იანი წლების ჩვენ გენიალური კომპოზიტორების ის
მართლა კლასიკად ქცეული ნაწარმოებები. დათო ევგენიძე იყო მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც ჩემთვის პირადად და ნებისმიერი ჩვენი თაობის კი არა, ყველა თაობისთვის, ჩემთვის არის ეგ ადამიანი ავტორიტეტი. ბასა ფოცხიშვილი იყო ორგანიზატორი, იქ რუსიკო ბახტაძე იყო. მე მაგ ადამიანებს ვცემ პატივს. მე არ ვიძახი, რომ ვინც ილანძღება იმათ აზრს, პატივს არ ვცემ, დაუშვათ. ყველას აზრი გვაინტერესებს. თუმცა ისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო უფრო პროფესიული ვიდრე არა ლანძღვას და ეგ რაღაც არ ვიცი, პროსტა დღეს რა ტენდენცია ეს, რომ ყველაფერი ლანძღვის დონეზე დადის და არა შეფასების დონეზე. აქცენტი იყო იმაზე გაკეთებული, რომ ქართველობას გვართმევენ. ეს რა სიმღერა გადააკეთეს? ანუ ზოგადად მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის ტრადიციებში, ყოველგვარი ინოვაციების, რაც ჩვენს ტრადიციებს ცოტა კუთხეს შეუცვლის, არ ახალია. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ერი ვერ ღებულობს. აი არის რაღაც არ განვაზოგადოთ, მაგრამ ძირითადად ეს ერთეულები არსებობენ, ვინც ცოტა დაბოღმილი და პოპულისტური ფორმით ახდენს ამ რისკს წინასწარ ვერ ხედავდი. როგორ ვერა ჩვენ ვიცოდით, რომ ამას მოყვებოდა ამბავი. როდესაც ამ ვერსიაზე მუშაობდით, თუ გქონიათ ბატონი ბიძინაკვერნაძის ოჯახთან რაიმე ფორმის კომუნიკაცია? თუ იცოდნენ ზოგადად, რომ მუშაობდით აი ამ სიმღერის თქვენეულ ვერსიაზე? ეგ ესე მარტივად არ ხდება, რომ შეუთანხმებლად რაღაც მოხდეს და ეს ვერსია მოისმინა ბიძინაკვერნაძის შვილიშვილმაც. რომელიც ძალიან აღფრთოვანებული წავიდა და მანქანისთვის წაიღო, რომ ჩართოს და მოусმინოს და ეს არის ის, რაც მე ვიციო, რომ აი ბიძინას ძალიან მოეწონებოდაო. და ეს ძალიან გაგვეხადა ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან დიდი მნიშვნელობა და ის იყო ჩვენთვის მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის წევრების შეფასებას ამ ყველაფერში. შეიძლება მომეწონოს ან არ მომეწონოს, ეს მსმენელის გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე. მთავარი არის ის აქ, რომ რაღაცა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და მგონია, რომ საერთოდ არ უნდა გრძნობდა შეურაცხყოფილად თავს იმის გამო, რასაც საერთოდ არანაირი შეხება არ გაქვს. ჩემი აზრი ესეთია და მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც არ დაიშურა თქვენი მისამართით კრიტიკა, მართლა ესე ეძვირფასება და ესე უყვარს კონკრეტულად ეს სიმღერა? ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვერავის მაგერად, მაგრამ რაღაც მეჩვენება უფრო რომ აი ჩვენი კლასიკად ქცეული კომპოზიტორების დამცველის ნიღბის ქვეშ ამოფარებული რაღაც საზოგადოებას თავს რო ახსენებენ და რაღაც ეს პოპულისტური გამოხტომება თუ დაბოღმილი მათ უფრო მეჩვენება ვიდრე დამცველად. მე ესეც მიკვირს სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიტყვი ახლა კონკრეტული შემსრულებლების სახელებს და გვარებს, მაგრამ აი ამ კონკრეტულ კონცერტზე 1-2 ისეთი შესრულება იყო, რომ მე ცოტა გამიკვირდა, რომ მაიზამაის თქვენზე გაკეთდა აქცენტი. მოსულა, ანუ არავინ არ არის დაზღვეული ეგეთ მასშტაბურ კონცერტზე, რომ იდეალურად როგორც დარბაზში კონკრეტულად ერთი ჯგუფის კონცერტი როცა კეთდება და ორიენტირებული ყველა არის ხმის რეჟისორიდან დაწყებული, რთულია ძალიან. აქ ვერავინ ვერაფერზე ხელს ვერ შეახოცავს. ამ კრიტიკამ ხო არ შეგაფერხათ ცოტა რაღაცა ემოციურად ხო არ? არ შეგვაფერხა, მაგარი სტიმული მოგცა და 1-4-ვეში გვაქვს სერიოზული ისეთი კომპოზიციები და მონიშნული უკვე რომ გავაკეთოთ. არა, მართლა დიდი სტიმული მოგცა რომ გავაკეთოთ. ძველი ვერსიების ახლებული. ჩვენი საკმარისად გვაქვს, მაგრამ გვინდა ჩვენი მუსიკას ავტოროს, რასაც ვაკეთებთ, ამ ძალიან ბევრი ქართული ელემენტით არის გაჟღენთილი, ოღონდ კარგად. გვაქვს ისეთი მომენტი, რომ ფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენი მუსიკას ავტორი იყოს ქართულენოვანი. ფიქრობ, რომ ქართული ენით უფრო ქართული და ეროვნული იქნება ამ შემთხვევაში და ქართული ის ძველი სიმღერები გვინდა რომ გავაკეთოთ აუცილებლად. წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ პირველები ჩემთან მოხვედით პასუხის გასაცემად იმ კრიტიკაზე და ეს არ იყო უბრალოდ კრიტიკა იმ ლანძღვაზე უბრალოდ, რომელიც თქვენმა ამ ვერსიამ გამოიწვია. ვიცი რომ მოიტანეთ სიმღერა ჩემთან და შეასრულებთ ამჯერად უკვე ანფასის მაყურებლისთვის, ასე რომ მოусმინეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და თავად გადაწყვიტეთ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მაგრამ მაინც ახშფოთებულად და შეურაცხყოფილად ნუ იგრძნობთ თავს, იმიტომ რომ ვინ-ვინდან თქვენ ნამდვილად არ ხართ, ვისაც ეს შეგრძნება უნდა ეუფლებოდეს. შემდეგ ანფასამდე. Mach's
გომის ყვავილე დიდებასთან მივიდა ერთი შორი ოცნება შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიდა ერთი შორი ოცნება შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიდა ერთი შორი ოცნება
სულ